საქართველოში წელს სამთვეში ნატურალური წვენების ექსპორტი მცირედით შემცირდა, ხოლო შემოსავალი გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო ბაზარზე ფასები მზარდია. უფრო კონკრეტულად, საქსტატის ოფიციალური მონაცემებით საქართველოს 2025 წლის პირველ სამთვეში 4812 ტონა ნატურალური წვენი გაყიდა, საიდანაც 8.7 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყნიდან 7.7 მილიონის 4864 ტონა ნატურალური წვენი იყო გაყიდული. წელს ქვეყნისთვის მთავარი სავაჭრო ბაზარი გერმანია, ამ ბაზარზე სამთვეში 5.2 მილიონი დოლარის ღირებულების 2366 ტონა ნატურალური წვენი გავყიდეთ. აღსანიშნავია, რომ მთლიანი ნატურალური წვენების ექსპორტში გერმანიის ბაზარი თითქმის ნახევარს 59.1%-ში ადგეს. საქართველოსთვის მთავარი საექსპორტო ბაზრების ჩამონათვალი საანგარიშო პერიოდში ასე გამოიყურება. პირველ ადგილზე, როგორც უკვე გითხარით, არის გერმანია, რომელსაც მოყვება ამერიკის შეერთებული შტატები 1.2 მილიონით, ისრაელი, აზერბაიჯანი, ასევე მეხუთე ადგილს იკავებს ავსტრალია, მომდევნო ხუთეულშია საბერძნეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, იაპონია, სომხეთი და რუსეთი. აქვე საგულისხმოა, რომ რუსეთი გასულ წელს ანალოგიურ პერიოდში მეოთხე ადგილს იკავებდა, თუმცა წელს სურათი შეცვლილია და ამ ბაზარმა მე-10 ადგილზე გადაინაცვლა. ქართული აგროპროდუქტის მმართველ პარტნიორთან სოსო მანჯავიძესთან უნდა გავაგრძელოთ ქართული წვენების ევროპულ პოტენციალზე საუბარი, რომელიც გვიერთდება პირდაპირ ეთერში. დილომშვიდობისა ბატონ სოსო, მადლობა თქვენი დროისთვის. პირველ რიგში თქვენი კომპანიის მაგალითზე მოვიკითხოთ არსებული მდგომარეობა, როგორი იყო წლის პირველი კვარტალი კეთილი და პატიოსანის წვენებისთვის. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. პირველი კვარტალი საკმაოდ წარმატებული, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საექსპორტო მიმართულებითაც გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები. ჩვენ მე თქვენს წინა ეთერებშიც ჰქონდა საუბარი, 2024 წელს დავიწყეთ ახალი მიმართულება, ეს არის უძნის წვენის წარმოება, ოშერული. შესაბამისად, მასთან ერთად დავნერგეთ კოშერის სტანდარტი და ესე ვთქვათ, მივიღეთ სერტიფიკატი ასევე ჩვენს პროდუქციაზე, ეს ეხება კეთილ და პატიოსას და შესაბამისად ერთობლივად ეს ორი პროდუქტი საკმაოდ წარმატებით დაიძრა ევროპის მიმართულებით. ეს გახლავთ ძირითადად ამ ეტაპზე საფრანგეთში, სადაც უკვე დაახლოებით 2 კონტეინერი სულად ტრანსპორტი და საფრანგეთის მიმართულებით და ძალიან წარმატებითაც იყიდება, კარგი შედეგები გვაქვს. ასევე მუშაობთ სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით, ეს გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც ჩვენ უკვე სადღაც 2 წელიწადია უკვე გვაქვს კონტაქტები და მუშაობთ. ასევე არაბეთის გაერთიანებული საამიროების მიმართულებით და უკრაინაში დავიწყეთ მართალია ცოტა მცირე პარტიებით, მაგრამ მაინც ნელ-ნელა იქაც ჩვენი პროდუქცია საკმაოდ პოპულარული ხდება. ბატონ სოსო, რის მიხედვით არჩევთ ბაზრებს, სადაც უნდა გაიტანოთ? ძირითადად ევროპას ახსენებთ და სტატისტიკიდანაც ჩანს, რომ ძირითადად ევროპული მიმართულებები აქტიური. რა არის მთავარი განსაზღვრელი და ფასების კუთხითაც როგორ იცვლება ევროპის ბაზარზე ქართული წვენების ღირებულება? იქიდან გამომდინარე, რომ ამ ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ ბევრი საწარმო გაიხსნა, ძალიან ბევრ გამოფენებში მიიღეს მონაწილეობა და შესაბამისად იგივე ევროპის ბაზრებზე, ისე როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში საკმაოდ აქტიურად ითხოვენ ჩვენი კლიენტები, რომ დანერგილი იყოს სხვადასხვა სტანდარტები, ერთ-ერთი რა თქმა უნდა ყველაზე ცნობილი HACCP-ის სტანდარტი, ISO 22000. შემდგომ ახლა იმ ბოლო წლები არის გამოფენებზე აქტიურად გთხოვენ უკვე FSSC-ის სტანდარტის დანერგვას. შესაბამისად, როცა კომპანიები მიმართავენ ამ პროცესებს და ხდება ამ სტანდარტების დანერგვა, საკმაოდ მკაცრი მოთხოვნებია, შესაბამისად პროდუქციის ხარისხი იწევს და ხარისხთან ერთად ხდება ბუნებრივია ფასის მატებაც. ამ ბოლო პერიოდში ესეთი ტენდენციებია დასავლეთში ნატურალურ პროდუქციაზე საკმაოდ დიდი მოთხოვნა არის.
მე ბევრჯერ ვისაუბრე ამ თემაზე, რომ საქართველოს არ არის დიდი ქვეყანა, შესაბამისად ჩვენ არ აგვაქვს ხელხელა წარმატებები, რომ რაღაცა გარკვეული ესეთი დომინანტი იყოს რომელიმე ბაზარზე. ამიტომ ჩვენი მიმართულება მე ყოველთვის აღნიშნავს ესე უნდა იყოს მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტის შექმნა. შესაბამისად ხარისხიან პროდუქტს ფასებიც მაღალი აქვს. აღნიშნული ზრდა მე ვახსენე რომ ღირებულებაში გაზრდილია რაოდენობა შემცირებული ეს ნიშნავს იმას რომ ძვირდება უფრო მეტად ქართული პროდუქცია ევროპულ ბაზარზე თქვენს მაგალითად ფასები მზარდია თუ არა და ეს რამდენად ქმნის პრობლემას ამ პირიქით ამის გამო არ მცირდება მდგომარეობა თუ აი ამ ნაწილში როგორია ერთ მაგალითს გეტყვით მაგალითად ჩვენ გვაქვს ჩვენიდან გამომდინარე რომ ესე ვთქვათ ესეთი კომფორტი აქვს ჩვენ კომპანიას რომ ჩვენ ვაწარმოებთ ყველა პროდუქტის მხოლოდ ქართული პროდუქციის პიურეებს დაახლოებით 24 დასახელების პიურეები გვაქვს ეხლა ჩვენ ამ წუთში დასაწყობებული ანუ სეზონურ რა პროდუქტით შემოდის ჩვენ ამას ვამუშავებთ და ვინახავთ ესე ვთქვათ ასეტიკურ ტომრებში ლითონის კასრებში ინახება ხანგრძლივად და აქედან გამომდინარე შეგვიძლია სხვადასხვა მიქსების შექმნა ესე ვთქვათ მიუყვებით ჩვენს პარტნიორებსაც არის ხოლმე ვთქვათ იგივე გემოები რომელიც შეიძლება საქართველოსთვის მისაღებია და არ იყოს მისაღები იგივე ევროპის ქვეყნებისთვის. ბევრჯერ ქონია ესეთი შემთხვევები და მე უკვე მიდის ერთობლივი მუშაობა, შესაბამისად უფრო დახვეწა გემოების ეს რა თქმა უნდა იწვევს უფრო მეტ დანახარჯებს. ბუნებრივია სხვადასხვა პროდუქტი, სხვადასხვა ღირებულების არის. ეხლა, როდესაც ჩვენ შევთავაზეთ შარშან 2024 წელს ჩვენ გვაქვს ჩიას ხაზი კეთილ პატიოსანში ეს არის კივი, ვაშლით და ჩიას თესლებით, არის მარცვი, იგივე პრინციპი და ეხლა შევთავაზეთ მოცვი. მოცვი ჩიას თესლებით. ეს საკმაოდ ძვირად ღირებული პროდუქტია, თვითონ მოცვი და ბუნებრივია მის თვითღირებულება საკმაოდ იზრდება. მაგრამ არის ძალიან ჯანმრთელი, ვიტამინებით გაჯერებული, საკმაოდ პოპულარული და შესაბამისად გვიწევს რომ შევთავაზოთ ისეთ ფასში უკვე ჩვენს მომხმარებლებს და მათ შორის ევროპაშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებში და მაღალი ღირებულებით. რამდენ ქვეყანაში გაქვთ ექსპორტი დღესდღეობით და წარმოების რა მოცულობა გადის ექსპორტზე და რა არის ადგილობრივ ბაზარზე? ნუ მეკითხოთ ერთადაც სადღაც 70% მაინც ექსპორტი გვაქვს და აქედან გამომდინარე საქართველოს ბაზარი მაინც პატარა. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, ეს გახლავთ საფრანგეთი, ეს არის უკრაინა. ეხლა აქტიურად უკვე ნიმუშები გაგზავნილი გვაქვს და პირველ პარტიას გავაგზავნით არაბეთში. ასევე აქტიურად მუშაობთ გერმანიის მიმართულებით და არის კიდევ რამდენიმე ქვეყნებში მოლაპარაკებები, ჯერჯერობით თავშევიკავებ. ექსპორტის მიზეზი არის ის, რომ იქ უფრო არ არის ფასის კუთხით პრობლემა და ადგილობრივ ბაზარზე უფრო მაღალ საფასო სეგმენტში ხართ და მოთხოვნა დაბალია, თუ უბრალოდ თქვენთვის უფრო საინტერესოა უცხოური ბაზრები და ამ ნაწილში განვითარება? ამ კითხვასაც ვერ განვიხილავთ, იმიტომ რომ აი წარმოიდგინეთ შეიძლება ევროპის მეზობელ ქვეყნებში ისეთი განსხვავებული მოთხოვნა იყოს ფასებთან მიმართებაში, რომ შეიძლება გასაკვირიც იყოს, მაგალითად საფრანგეთს და გერმანიას თუ შევავდარებთ საკმაოდ განსხვავებული მოთხოვნები. გააჩნია ქვეყანას და გააჩნია თვითონ მომხმარებელს. ასევე რომელ ბაზრებზე შევდივართ, რომელ სეგმენტში შევდივართ. ეს არის თქვათ, ну ძირითადად ქართული პროდუქტი მაინც პრემიუმ კლასში შედის, იმიტომ რომ პლუსებში ძალიან საკმაოდ გაიზარდა ჩვენი პროდუქციის ხარისხი. და განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, მაგალითად ჩვენ თავიდანვე, როცა დავიწყეთ წარმოება, პირველი ოთხიდანვე ჩვენ აბსოლუტურად შაქარს არ ვიყენებთ ჩვენ პროდუქციაში. და შესაბამისად ესეც საკმაოდ მოთხოვნადია ჯანმრთელი ცხოვრების წესზე აქტიურად გადადის სოფლიო. ასევე ხა მე როგორც ვიცი, ჩვენი ბევრი მეგობრები, ქართული მწარმოებლები ნელ-ნელა თავს არიდებენ უკვე შაქრის გამოყენებას პროდუქციაში, შესაბამისად რა თქმა უნდა ხარისხი უფრო მაღალია და იწევს.
რა რაოდენობის პროდუქციას აწარმოებს დღესდღეობით კომპანია და როგორია სამომავლო გეგმები, ხომ არ უნდა ველოდოთ დამატებას პროდუქციის და სხვა? ჩვენი სიმძლავრეები საკმაოდ ესე ვთქვათ ძალიან საქართველოს პირობებისთვის დაახლოებით ეს არის 10 მილიონი ბოთლი წელიწადში, მაგრამ სადღაც ნახევარი სიმძლავრე ჩართული არის წლის განმავლობაში. ახლობით იქიდან გამომდინარე, რომ ეხლა აქტიურად დავიწყებთ ყურძნის ცვენის წარმოებას, ეს სიახლეა ჩვენთვის კოშერული და ასევე დაემატა ბროწეულის ცვენი. წარმატებები ბატონ სოსო, მადლობა თქვენი დროისთვის და პასუხებისთვის. სოსო მანჯავიძე, ქართული აგროპროდუქტის მმართველი პარტნიორი, გვერდებოდა საქმიანი დილის პირდაპირ ეთერში.